მეცხრე არხის ეთერში დიდი რაგბის პირდაპირ ტრანსლირება დაიწყო. მაყურებელმა კარდიფში გამართული 6 ერის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩი იხილა. ამავე ტურნირის მეორე შეხვედრას შოტლანდიისა და ინგლისის ნაკრებ გუნდებს შორის დღეს 23 საათზე შემოგთავაზებთ. უფრო უკვე გამართული და გასამართი შეხვედრების შესახებ უფრო ვრცლად ჩვენი სპორტული მიმომხილველი ნიკა ჩალათაშვილი საუბრებს. ნიკა, მოგესალმებით. საამშვიდობისა. მოდი, არ გეწყინება მე მგონი, სანამ რაგბიზე ვილაპარაკებ, ქრონოლოგიურად დავიწყებ და იმაზე მოგახსენებ თუ რა ხდებოდა დილიდან სპორტის სასახლეში. მიმდინარეობს მოგეხსენებათ საერთაშორისო ძალიან წარმომადგენლობითი ტურნირი ძიუდოში, ასპარეზობენ ქართველი და მათ გარდა კიდევ 24 ქვეყნის სპორტსმენები და მსაჯები. დღეს გაიმართა ასპარეზობა 3 წონით კატეგორიაში, 3 დაბალ წონით კატეგორიაში. იასპარეზა 12-მა ქართველმა და მათგან სამწუხაროდ ვერ აჩვენეს კარგი შედეგი ქართველებმა. საუკეთესო შედეგი ვერ აჩვენეს, თორემ 3 ბრინჯაო მაინც შედეგია. ამირან პაპინაშვილი, პაატა მერებაშვილი და ტრისტან ფეიქრიშვილი გახდნენ ბრინჯაოს პრიზიორები. ფიქრობდი, რომ გამიჭირდებოდა ამ წესებთან შეგუება, იმიტომ რომ მე სხვა სტილით ჭიდაობდი. აქედან გამომდინარე, ყოფილი ვარ მესამე ჯერჯერობით და სხვა შეჯიბრებებს გამოვასწორებ. თოქები საკმაოდ სერიოზული იყო და გამიჭირდა, მაგრამ გავარდი თავი. და ნუ ახლა დავმარცხდი იაპონელთან, მაგრამ მოვა შეუცვლებლად გამოვასწორებ ამ შეცდომებს. აი ახლა უკვე რაგბიზე შეიძლება საუბარი, ჯერ საქართველოს ნაკრებით დავიწყებ, ბელგიაში გამართეს ბორჯღალოსნებმა თამაში იქაურ ეროვნულ ნაკრებთან და ძალიან გასაგუჩვენ და გასაკვირად იოლ გამარჯვებას ველოდით და ძლივს გავიმარჯვეთ ბოლო წუთებზე 17-13. სამწუხაროდ ამ მატჩის ტრანსლირება პირდაპირ ეთერში არ ხდებოდა, შესაბამისად კადრებსაც ვერ შემოგთავაზებთ. 6 ერის გათამაშებას რაც შეეხება, ეს იყო ნამდვილად სრულიად დაუვიწყარი მატჩი, პირველი სადებიუტო მატჩი ირლანდიის ნაკრები თავიდანვე მიეძალა მეტოქეს, ძალიან სანახაობრივი და დაძაბული თამაში შესთავაზა და თავიდანვე დაწინაურდა და ეს 20 ქულიანი უპირატესობა, რომლითაც ის პირველი ტაიმის შემდეგ შესვენებაზე გავიდა, იყო იმისთვის, რომ უელსის მეორე ტაიმში გამართულ შტურმისთვის გაეძლო და გამარჯვება მოეპოვებინა გასვლაზე კარდიფში. აქვე მინდა გითხრათ, რომ აი საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე ძალიან მალე 11 საათზე თბილისის დროით დაიწყება უკვე მეორე მატჩი მეცხრე არხის ეთერში, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან შოტლანდიისა და ინგლისის ეროვნული ნაკრებები. დიდი მადლობა ნიკა, მე დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელი დიდი ინტერესით მიადევნებს თვალყურს ამ მატჩებს.